რა არის ის საფრთხეები, რომლებიც დღეს იწვევს ოჯახის დანგრევას, ვერ შენარჩუნებას და ზოგადად რა არის ის მთავარი საფრთხეები, რომელთვისაც დღეს თვალის გასწორება უწევთ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც წესით უკვე უნდა იყვნენ სულიერი და გონებრივი განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ამისთვის ამზადისი იწყება. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ესენი შეიძლება იყვნენ ფემინისტები, რადიკალური ფემინისტები, ესენი შეიძლება იყვნენ თვითონ ამ ბიჭის მომავალში უკვე კაცის შინაგანი სამყარო, რომელიც ვერ ახერხებს საკმარისად გაანჭვრიტოს მსოფლიო ვიღაცისთვის, ეს საფრთხე შეიძლება კიდევ ბევრ და ბევრ სხვა რამეში მდგომარეობდეს. უბრალოდ დღეს მინდა რომ ერთ კონკრეტულ ნაწილზე გავამახვილო ყურადღება და ამით ეწოდებათ ინგლისურ ენაში, ზერთადად ინგლისურენოვანი იუთუბერები საუბრობენ ხოლმე ამაზე. და ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული წითელი აბი red pill-ი, სადაც ასწავლიან როგორ უნდა გამოიყენონ ქალები და როგორ უნდა მოახდინონ მათით მანიპულირება. იცით როგორ არის, ანუ ზოგადად რასაკვირველია, ეს ყველაფერი ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის არსებობდა მამაკაცების გარკვეული ჯგუფი, არავისწავლა არ ჭირდებოდა, რომლებიც მზად იყო. ოღონდ აქ არ გულისხმობ მოძალადე მამაკაცებს, რომლებიც ოჯახში ძალადობენ, ეს კიდე ცალკე კატეგორიაა. მე უბრალოდ გულისხმობ ტენდენციებს, როგორ უნდა გამოიყენო უცხო უცხო გოგონები, უცხო ქალები იმისთვის, რომ მიიღო შენი სარგებელი, ანუ ეს შეიძლება იყოს სექსუალური ბენეფიტი, ეს შეიძლება იყოს თანხა, იმიტომ რომ ხშირად თანხებს ითხოვენ ხოლმე და აშანტაჟებენ და ასწავლიან, როგორ დააშანტაჟონ ქალები, ვთქვათ, გააკეთონ რაღაც ჩანაწერები, როგორ მოახდინონ მათი კონტროლი და ზუსტად აი ეს სიტყვა აქ წამყვანი, ანუ კონტროლის მცდელობა აქ მნიშვნელოვანი. მე პირადად არ განვეკუთვნები რადიკალიზმის არც ერთ კატეგორიას, არც ფემინიზმის კატეგორიას, მათ შორის რადიკალური ფემინიზმის კატეგორიას, სადაც ყველაფერი მოშლილია და არანაირი რაღაც გარკვეული შემოსაზღვრულობები, კატეგორიული შემოსაზღვრულობები არ არსებობს და ამ ყველაფრის გაშუალება ხდება და არანაირი გენდერული როლები არ არსებობს. ნამდვილად არ განვეკუთვნები ამ კატეგორიას, მით უმეტეს როგორც მართლმა დიდებელი ადამიანი, ამის არაფერი ის ტიში არ გავდივარ და არაფრის რადიკალიზირებას არ ვახდენ. უბრალოდ მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ეს მეორე კატეგორია, რომლებმაც, როგორც ვიცით, დასავლეთში ხშირად აღინიშნება ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აღინიშნება ტენდენცია, რომ ჩაუნერგონ ახალგაზრდებს ის მოსაზრება, რომ ყველა კაცი არის მოძალადე, ყველა კაცი არის ოპრესორი, ჩაგვრელი, ყველა ოჯახში საუკუნეების განმავლობაში იყო, ასე ვთქვათ, გარკვეული ჩაგვრა და გაუბედურება და ეს ყველასთვის დამაზიანებელია ორივე სქესისთვის, იმიტომ რომ ხდება გოგონებისთვის ხდება ის, რომ უბრალოდ იზრდებიან შიში, იზრდებიან იმაში, რომ ყველას მათი დაჩაგვრა სურს, არც ერთი კაცის ნდობა არ შეიძლება, რაღაც საერთოდ საკუთარ ღირებულებებზე და დამოკიდებულებებზე უნდა თქვა, არის იმის გამო, რომ ისინი აუცილებლად მალე მსხვერპლები გახდებიან, ხოლო იგივეს გაშინაგნება ხდება აქეთ მეორე მხრივ ბიჭების მხარეს, რაც ძალიან საშიშია და რეალურად ეხლა როცა ეკონომიკურად ყველაფერი დაალაგებულია და ანუ შემოსავალიც ნორმალურია, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლოა არ ჩანდეს, მაგრამ ეს ყველაფერი, როდესაც არ ხდება შენი საკუთარი, თუნდაც გენდერული, თუნდაც ტემპერამენტული თვისებების განვითარება, კრიზისულ მდგომარეობაში ეს ყველაფერი აუცილებლად ამოვა ზემოთ და საკმაოდ მძიმე მდგომარეობას გამოიწვევს, როგორც ინდივიდუალურად ამ ადამიანში, ასევე მისი ოჯახისთვის და ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ახლა ჩვენი red pill-ის მეგობრებს, რომლებიც ასწავლიან როგორ უნდა იმანიპულირონ ქალბატონებით, ეს არის ენდრიუ ტეიტი გექნებათ მაგალითად გაგონილი, ანუ პირდაპირ ასწავლიან ქალებით მანიპულირებას, მათზე ძალადობას და აი ამ ტაქტიკების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ერთადერთი უფრო ახალგაზრდა ცოტა სულელი სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ გამოუცდელი გოგონები, რომლებიც მარტივად იჯაჭვებიან და მარტივად წამოეგებიან ხოლმე ხაფანგზე, რომ რაღაც ერთ-ერთი მთავარი ტექნიკა, მე ჩხამჯდარი ვიყავი, უბრალოდ ხანდახან მაზოხიზმი რო შემოგიჩნდება, სპეციალურად ვუყურებდი ამ ქალთმოძულე კაცებს და როგორ ასწავლიან. მაგალითად ერთ-ერთი მაგათი საყვარელი ტექნიკა არის, რომ ქალს უნდა აგრძნებინა თავი დამცირებულად
რომ მერე ეს ქალი უნდა შეეცადოს, რომ შენ თვალში თავი აიმაღოს. ჯერ ეს ძალიან დიდი სისულელია, როგორც ფსიქოლოგი გეუბნებით, რომ ის მუშაობს ძალიან short term, ანუ ძალიან მოკლე ვადის განმავლობაში და მე ამ გზამ მოვაყელში და ანუ ისე გაგიპენტრეშებს, როგორც არაფერი დამიჯერეთ მეგობრებო და მე მეურს ანუ ყველანაირი სულიერ ნაწილი იკარგება. ანუ საერთოდ ეს ყველაფერი, ანუ საერთოდ აღარც კი მინდა იმაზე საუბრის დაწყება, რამდენად არაქრისტიანულია ეს ყველაფერი და რამდენად ადამიანთ მოძულია ეს ყველაფერი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როცა ადამიანს შეგიძლია რომ იმუშაო იმაზე, აი დედაჩემთან მქონდა ზუსტად გუშინ ამაზე საუბარი და უბრალოდ შოქში იყო რომ ანუ ბარემ რაღაცა იმაზე იმუშაონ თუ ამდენი ნებისყოფა უნდა ჩადონ როგორ გამოიყენონ ქალები, ბარემ იმაზე იმუშაონ რომ ნუ ისეთი კარგი ტიპაჟებად ჩამოყალიბდნენ, რომ პირიქით ყველა ხალხს მოუნდეს მათთან ურთიერთობა და ისეთი ღირსეულები იყვნენ, რომ ყველასთვის ასრულები იყვნენ. და ეს კიდე მეორე ჰიპერგამია, ანუ 1 2 3 4 10 ქალზე რო ოცნებობენ, ეს არის ძალიან დაბალი განვითარების ნიშანი, ასე რომ მეგობრებო, ჯობია რომ ერთმანეთს შეუწყოთ ხელი, ერთმანეთზე ვიზრუნოთ და რაღაცები ბევრად უფრო კარგად გავიაზროთ, მაგრამ არსებობენ ცუდი პერიოდის მქონე ადამიანები, რომლებიც ძალიან ცუდად იქცევიან, თუმცა ყველას გვაქვს გამესწორების შანსი და უდანაშაულო არავინ არ არის და არც სრულყოფილი არავინ არ არის. ჩემი რჩევა იქნება, რომ ვინც იცით, გაქვთ ამის შესაძლებლობა ინგლისურ ენაზე უსმინოთ ხოლმე ჯორდან პიტერსონს, ის კანადელი ფსიქოლოგია, მაგრამ და ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა, მეორე მიმართულებით რადიკალური ფემინიზმისკენ, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ ყოველფრის განსჯა და ყურება. მადლობა.